ესე იგი გავაკეთოთ კანჭის მენიუ. გილოცავთ სვეტი ცხოვრობას, დღეს სვეტი ცხოვრობა. და სუფთად ახლა გავაკეთოთ ის ცოტა მეორადი სეტკაა და ამაზე ხა სუფთა სეტკას გრილის თუ რა ქვია მწვადის სეტკას დავადებ. ხო ნახოთ. ხო და აი დავაბასტურ მე ოცნებად რომ მქონდა და რომ მინდოდა. თქვენი დონაციებით ვიყიდე ესე იგი ხორცი და დავაბასტურ მე ძალიან დიდი მადლობა დონაციებისთვის. ესე იგი ვიდეოებში რო არის მაცივარში მე რა თქმა უნდა ნივრები და ხახვები როა ჩატენილი და რაც კი სუნელები და ჰიმალაის მარილიო და ისაო და ესაო ყველაფერი გავუკეთე. ცა დავდო ერთი წამით და ესე იგი აი ესეთი კუსოკია რომელსაც ეხლა ესე პირდაპირ დავდებ. დიდი ბოდიშით ნაწყვები რომ მოგადგათ, მაგრამ რას ვიზავთ? აი ამის ცეცხლში ჩაგდება, ამ წუთას არ შეიძლება რომ იცოდეთ პარკები გემოებს უცვლის მერე. ცოტა წალამით ჩავყარე. ეხლა ამას ცეცხლზე დავამუშავებ. მერე ჩავკიდებ. გაჩვენებთ მერე როგორ ჩავკიდებ. მარილი ყველაფერი გაკეთებული აქვს. და მე მგონი რამდენიც 65 ლარის იყო მე მგონი რა. ხო, 65 ლარის იყო. ის ფეხის ნაწილი მოვაჭერის არ მინდოდა რა და ძალიან 80 ლარამდე გამოდიოდა. ძვალი იყო ცარიელი მაინც და იმას მე თლიან ფეხს ერთხელ მე გავაკეთებ, იმას თელი დღე დაჭირდება. რომ ნელ-ნელა შევწვა რა და ძალიან მაინტერესებს რა გამოვა. მიხა თან ახლა რაში არის საქმე შეხედეთ ეს ძირითადად არის ჩვენთან ძირითადად კი არის მთლიანად შემოტანილი ხორცია რა. ეხლა მე რო ღორი გავზარდე და დავკალი და მთელი ამბები იმის მერე რაც აი ღორი რამდენჯერმე რო დავკალით იმის შემდეგ ეხლა მე აი ხორცს რო შევხედავ უკვე ხორცის ფერებზე ვცნობ რა ყველაფერს და რა თქმა უნდა ბაზარზე თითქმის ვეღარ ნახავთ თქვენ ანუ თითქმის ვეღარ ნახავთ თქვენ სოფლის ნამდვილ ნატურალურ ხორცს. ზოგი არის მაგალითად ეხლა სამგორის ბაზარში და შეიძლება ვაგზალზეც შეიძლება გქონდეთ რაიმე რა. ეხლა ეს ცეცხლზე სპეციალურად ვაკეთებ. მაგრამ მაინც ყველა ვარიანტში გლეხის თუ იქნება, ყველა ვარიანტში პრემიქსზე არის გაზრდილი ხოლმე რა. ამას გვერდები ცოტა მიეშაშხება, სტეიკივით დაეშაშხება გვერდები. ცოტა აქედან, ცოტა იქიდან. მერე ჩავკიდებ, მერე შეიძლება ფოლგაშიც გავახვიო. და კიდევაც გამექცევა სტუმარი. ამას კარგი ხა მივხედავ. ერთ პროდე ხა ვილაპარაკებ 1-2 წუთი და მერე გავთიშავ ვიდეოს და მივხედავ უფრო გემრიელად აქედან და იქიდან რა ესე რო ვთქვათ. ხო და ამიტომ ანუ ნატურალ ანუ თუ სოფლიდან ანუ სოფლის ღორი თუ ყავს ვინმეს გამოტანილი ბაზარზე და დაკრული პრემიქსია ძირითადად პრემიქსია გაზრდილი. ნუ ხა სიმინდით შეიძლება ნაჭამი კონდეს, მაგრამ გაბერილი არის პრემიქსით რა. მე რო გავზარდე მარტო სიმინდზე, ხორბალზე, ქერზე და აი ჩამოყრილ ხილს რო ჭამდა და პურებს და აი ხახნო არ ვიცი ეს არის ვაფშე აი საერთოდ სხვა დონეა, სხვა ლეველია. 3ჯერ და 4ჯერ ნელა იზრდება ღორი. მაგრამ აი როგორც აი ღორს სახეში რო უყურებ, აი სულ არის მწვადიო თუ რაღაცაო ხორცი გელაპარაკება, აუ სახეში რო უყურებ, მინერალები, აი ბუნებრივი მინერალები როგორ ბრუნავს ღორის ორგანიზმში, აი როგორი ჯანსაღი პროცესი მიდის, აი ღორის თვალებში ამოიკითხავ რა. მომავალი სამწვადის რა გემოექნება, აუ გამაგდა, კაია. ხო და ცოტა არის დასერილი, ნაჩხლეტები აქვს და მე კიდე დავსერავ. ხო და ხა სულსაც იმას ის ფენივით რომ აქ იმით შეუბერავ, ეხლა უბრალოდ ხელი დაკავებული მაქვს. ხო და ქერი რო ვაჭამეთ, ესე იგი ხორცი დაატკბო რა, სასწაული იყო რა. წარმოიდგინეთ, ხორცი იყო ტკბილი. ნუ ისეთი გემოები მივიღეთ, ჯერ ღორის თვითონ ხორცი რო დავკალით. ისეთი ფერი ქონდა, აი ყავისფერი ნამდვილი ხორცის ფერი რა. ან თუნდაც ქათამი. ქათამს ქონდა აი ყავისფერი ხორცის ყავისფერი ქონდა ხორცს რა. აი რეალურად როდესაც ბუნებაში იზრდება და ჩაკეტილი არ არის და რაღაცა უბედურებაში არ იზრდება ხო, ეს ცხოველი და ფრინველი. საერთოდ სხვა დონე ხდება რა. ეხლა მოვაბრუნო ეხლა. კაი ხა შევწყვიტავ და
მე შუა მომენტში გადავიღებ კიდე და მე ბოლოს გაჩვენებთ როგორი გამოვა და გავსინჯებ და გეტყვით. ესეთი ზედან დაშაშხული ჩანს თითქოს, მაგრამ არ არის დაშაშხული, ანუ მით სტეიკივით გამოვიდა რა. ძალიან მაგარი, გავსინჯეთ გემო კარგი აქვს. ცოტა ის არის ხა ვჩხარობდით და მომიწია გაჭრა რა, გაჭრა მომიწია, იმიტომ რომ ხა იმას ერთი დღე არ ეყოფოდა ის როდის მეთქი ბოლოზე ჩავკიდებ თქო და რაღაცა და დრო უნდა რა და იმიტომ რომ გუშინ წინ იწვიმა და მაინც sweli იყო ტოტები და ისე არა ალდა. მოკლედ გამოვიდა ძალიან გემრიელი, გავსინჯე წეგან და აი ძალიან მაგარია რა. თან ბელო ისა ბოლი აძლევს ძალიან მაგარ გემოს. ახლა მივასაწყალი. აბა ხედა აბა ხო.